ძოძოს საშუალო სკოლის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ჩატარდა გორში. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლებმა კვალიფიციური ექიმების მიერ პაპილომა გენოციდის ტესტირება და კიდევ სხვა სამედიცინო მომსახურება მამობილი თუ უფასოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღეს. სამედიცინო აქცია ნიქოზის პირველი ჯანდაცვის ცენტრისა და შიდა ქართლის რეგიონის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. საქართველოში მოქმედებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის უფასო. ეს სკრინინგი რას მოიცავს ახლა? პირველი ეს არის ძუძუს კიბოს სკრინინგი, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეს, ქალბატონებს, ასაკობრივი ზღვარი არსებობს 40 და 70 წლის ჩათვლით ქალბატონებს შეუძლიათ გაიკეთოთ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. შემდეგ ეს არის საშუალო სკოლის კიბოს სკრინინგი, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ქალბატონებს, რომელთა ასაკი შეადგენს 25-დან 60 წელს. 3 წელიწადში ერთხელ შეუძლია ისარგებლონ ამ სკრინინგით. ამას 2024 წლის მაისის თვიდან დაემატა კიდევ პაპილომა ვირუსის გენოტიპის ტესტი, HPV-ის ტესტირება, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ ქალბატონებს 30-დან 60 წლის ჩათვლით. რაც შეეხება კოლორექტულ, ანუ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს, სარგებლობა შეუძლიათ როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. ასაკობრივი ჭრილი არის 50-დან 70 წლის ჩათვლით. და პლუს პროსტატის კიბოს სკრინინგი, რომელთაც სარგებლობა შეუძლიათ მამაკაცებს, რომელთა ასაკობრივი ასაკი შეადგენს 50-დან 70 წლის ჩათვლით. ყველას საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიაკითხონ სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს, ასეთია სულ შიდა ქართლში 5 და პლუს გვაქვს კიდევ მამოგრაფია, რომლის საშუალებითაც შეიძლება გადაადგილება და სკრინინგის მომსახურება. ჩვენ პერიოდულად სერვისების გაფართოების მიზნით, გამსვლელი ბრიგადისა და მამამობილის საშუალებით ხდება დაგეგმა სკრინინგების და გასვლა წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე. პლუს მოსახლეობა შეუძლია მიაკითხოს სერვის ცენტრებს როგორც ცოცხალი რიგით, ასევე წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით. დღევანდელ დღეს ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური კიბოს სკრინინგ ცენტრი იმყოფება ქალაქ გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება კიბოს სკრინინგი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური კლინიკა სისტემატიურ რეჟიმში ატარებს კვლევებს საქართველოს მასშტაბით. ჩვენ უკვე მოვიარეთ ქვემო ქართლის რეგიონში, დაგეგმილი აქვს უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სკრინინგი და აღნიშნული კლინიკა საშუალებას იძლევა მოსახლეობის დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად მიაწოდეს აღნიშნული სერვისი, რაც დამატებით შესაძლებლობა არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან არის სიმსივნეები მომატებული, შვილო გაახალგაზრდავებულია და აი ესეთი აქციები ქვია თუ რა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან. დროზე გამოვლინდება, დროულად გამოვლინდება და მე მგონი რომ განაჩენიც არ არისო იძახიან იმკურნალებენ და ისედაც ცოტანი ვართ ქართველები, გაფრთხილება გვჭირდება ერთმანეთისაცა და სახელმწიფოც უნდა გაუფრთხილდეს და მე მგონი ასე იქნება. ყველაფერი კარგად იქნება, ყველა ჯანმრთელი იქნება, იმედი მაქვს.